საქართველოს თავდაცვის ძალები 34 წლის გახდა. ეროვნული დღის აღსანიშნავად ღონისძიება გაიმართა ბაზიანის სამხედრო ბაზაზე. ისაუბრეს თარიღის მნიშვნელობასა და სამხედრო მოსამსახურეების ღვაწლზე. 1991 წლის 30 აპრილს თბილისში ეროვნული გვარდიის პირველი სამხედრო აღლუმი გაიმართა, სადაც ქართველმა ჯარისკაცებმა პირველად 70 წლის განმავლობაში ფიცი დადეს სამშობლოს წინაშე. აღლუმს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ხელმძღვანელობდა და სწორედ ეს დღე ითვლება თანამედროვე ქართული არმიის დაარსების ოფიციალურ თარიღად. მას შემდეგ ზუსტად 34 წელი გავიდა. გამარჯობა ბატონებო, საამაყოა, რომ ჩვენი სამხედროები ახალი შესაძლებლობებითა და საერთაშორისო გამოცდილებით წარმატებით აგრძელებენ ქართული ჯარის ტრადიციებსა და მემკვიდრეობას. ჩვენი სამხედრო ძალები პირნათლად ასრულებს იმ მთავარ მისიას, რასაც საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა ჰქვია. მე როგორც საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ამაყი ვარ, რომ ჩვენი ჯარისკაცები ყოველთვის გმირულად და ვაჟკაცურად იცავდნენ და იცავენ სამშობლოს. ჩვენი ქვეყნის მშვიდობის უზრუნველყოფასთან ერთად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო უსაფრთხოება და მოხარული ვარ, რომ ჩვენ სამხედროებს უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვს შეტანილი გლობალური მშვიდობის შენარჩუნების საქმეში. გერქვა საქართველოს ჯარისკაცი ეს ერთდროულად უდიდესი პატივი და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. ამ სტატუსის ღირსებით დარებას დიდი შრომა და თავდადება სჭირდება. ჩვენი სამხედროების ყველა საბრძოლო წარმატება შეუპოვრობის, სიმტკიცისა და მებრძოლი ბუნების გამოვლენის უამრავ მაგალითს აერთიანებს. თქვენს ღირსებას, პროფესიონალიზმსა და თავდადებას ყველა ერთხმად აღიარებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. დღევანდელი დღე განსაკუთრებული პატივით მინდა მიულოცო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს და მინდა მათ უთხრა, რომ ჩვენს გმირებს არასოდეს დავიწყებთ და ყოველთვის სათანადო პატივს მივაგებთ. მინდა განსაკუთრებული პატივისცემა გამოხატო შეიარაღებული ძალების ვეტერანების მიმართ, რომელთა დიდ ნაწილს სამშობლოს სამსახური ჯანმრთელობის ფასად დაუჯდა. თუმცა ისინი დღესაც მზად არიან თავდადებისთვის. ქართული თავდაცვის ძალები ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ურყევი გარანტია. საქართველოს თავდაცვის ძალებს გაკისრიათ განსაკუთრებული მისია. ხიზლად იდგეთ წინა ხაზზე და დაიცვათ ჩვენი ქვეყანა ნებისმიერი მტრისგან, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრიობას შეიძლება ემუქრებოდეს. ეს მისია კიდევ უფრო აქტუალურია იმ პირობებში, როდესაც რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ორი რეგიონი. ქართული სახელმწიფო მტკიცედ ადგას მშვიდობის შენარჩუნების პოლიტიკას. დღევანდელ რთულ ვითარებაში მშვიდობა განსაკუთრებულ ძალისხმევას, სიბრძნეს და მოხერხებულობას საჭიროებს. სახელმწიფოს ძალისხმევას თავიდან აირიდოს ომის საფრთხე და პროვოკაცია, ზურგს უმაგრებს ქართული ჯარის სიმტკიცე, ურყეობა, გაბედულობა, ყველგან და ყოველთვის თავგაწერითა და გმირობით დაიცვას საკუთარი სამშობლო. მხარ იბრძოლოს და შეასრულოს ყველა დაკისრებული მისია. ჩვენ გძნობთ ამ სულისკვეთებას, ამ ზურგს და ამ ზაობას. ჩვენთვის თითოეული ჯარისკაცი ძვირფასი და მოსაფრთხილებელია. განვლილი 3 წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ინტერესი და მცდელობა საქართველოს ომის ასპარებად ცეულიყო დიდი ქვეყნების ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში. ეს მკაფიო მაგალითი ყველამ კარგად უნდა გაისიგზეგანოს, ზუსტად გაიგოს თუ რა ავირიდეთ თავიდან. სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმა არის წარმატებული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი. სადაც წვევანდელთა თითქმის ნახევარი საკუთარი სურვილით გადის სამსახურს და იხდის თავის ვალდებულებას სამშობლოს წინაშე. 1991 წლის 30 აპრილს ოფიციალური გაწვევა გამოცხადდა და ათასობით ახალგაზრდა ენთუზიაზმითა და სიამაყით ეწერებოდა ეროვნული გვარდიის რიგებში. ეროვნულ გვარდიას გამოწვევებით სავსე და ეკლიანი გზა ელოდა წინ ჩვენი სამშობლოს დასაცავად. თუმცა მის საფუძველზე სამშობლოსათვის თანგაწირვის სულისკვეთებით შეიქმნა და განვითარდა ქართული ჯარი. ამ ხნის განმავლობაში ქართულმა ჯარმა მრავალი სტრუქტურული და ინსტიტუციური ტრანსფორმაცია განიცადა. 1995 წლის კონსტიტუციით საქართველოს ყავდა შეიარაღებული ძალები, რომელიც ომის დროს სხვა სტრუქტურებთან ერთად შედიოდა სამხედრო ძალების შემადგენლობაში. ხოლო 2018 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად ჩამოყალიბდა ერთიანი სტრუქტურა და მას ეწოდა საქართველოს თავდაცვის ძალები.
წლების მანძილზე თავდაცვის ძალების გაძლიერებაში თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვასა და შესაბამისი წვნებით უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი იყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა და მხარდაჭერა. მინდა მადლობა გადაუხადო მათ ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერების მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის. დღევანდელი წარმატება თავდაცვის ძალებში განხორციელებულმა და მიმდინარე რეფორმებმა განაპირობა, რომელიც ფოკუსირებულია ჯარისკაცის კეთილდღეობაზე, მათთვის ღირსეული საცხოვრებელი, სოციალური თუ ეკონომიკური პირობების შექმნაზე უმაღლეს სტანდარტებით. თავდაცვის ძალებში განხორციელებული რეფორმების ფარგლებში განსაკუთრებით მინდა გამოვამხვილო თქვენი ყურადღება წვევანდელთა ეროვნულ სამსახურზე. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სამხედრო სამსახურის გავლა მიმდინარეობს ახალი სისტემით. კერძო წვევანდელები სამხედრო სამსახურს გაივლიან მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, რაც სამომავლოდ განაპირობებს ერთიანი სტანდარტებით მომზადებული ძლიერი რეზერვის არსებობას.